ტაქს. აჰა. Ну, в принципе, ეს ამჭირდება. Опа, ვიღაცამ გონი მოვიდა. აი, სულ უდრო-დროს. Ну, ნეტა ვინა იქ საერთოდ დაგოგი და ღმერთო ჩემო. ჟიტელნიკო, გამარჯობა და საერთოდ რა ხდება? რამე გინდოდა ჩემგან? ოსავა გამარჯობა, მოკლედ მე როგორც იცი, მე რამოდენიმე დღით ვიყავი წასული მეზობელსოფელში და იქიდან ჩამაგიტანე მე ძალიან მაგარი საჩუქარი. ტაქს, როგორც მე გავიგე, ეს არის ხომ ჩემი საჩუქარი? სტოპ. საიდან ეს ზომბის თავი? ეს ძალიან იშვიათობაა რომ გითხრა მინიკრაფტში. ხო, მოკლედ იქ მე გამყიდეს. ვიღაც ერთმა მაპუამ იქ გამყიდა ერთ თაქის ზურუდად, მაგრამ იქ კი რაღაცები მითხრა ოფრთხილად იყავი, შეიძლება რაღაც ვიღბლობა, მაგრამ მე არ დავიჯერე და პრინციპში ვიყიდე, მაგრამ ძალიან ძვირი ღირდა. და პრინციპში შეთითოაც იცი რატო ვიტო, რომ ძალიან დიდი იშვიათობაა ჩვენ სოფელში კი არა, არამედ თელს მინიკრაფტში ზომბის თავი. და პრინციპში საჩუქრად მე მოგიტან. ვაუ, დიდი მადლობა, ჟიტელნიკო, არც კი მოველოდე. ტაქს, კაი. მადლობა დიდი. ტაქს, ოკეი, პრინციპში ჩემი ძალიან კარგი საჩუქრა. ტაქს, სტოპ. და ხაი შეიძლება გავაფუჭოთ ტაქს. აჰა, კაია. მეგრო მოგესაიტკოთ ამას საბა და არ კაბჩროსონ სამი და დღეს მეგრო შეხედ რა ლამაზი საჩუქარი მომიტანა ჩემმა მეზობელმა მეზობელი სოფლიდან შეხედ. ვაუ, აი აქ ძალიან ლამაზად ჩანს შეხედეთ. საერთოდ ისევ გითხრათ მეგობრებო, იმ ზომბის თავი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათობა, რომ ამოგივარდეს მინიკრაფტში. ვაუ, რა ლამაზია. ტაქს, სტოპ. საერთოდ რომელი საათია? ტაქს, გოგო, დილის 12 საათია. ტაქს, სტოპ. მე კი ნაღამ ჩემი სამუშაო გავაცდინე. მაგიტომ მოეთ მეგობრებო, ახლა ავიღოთ ნაჯახი, კარტოფილი, ხორბლისა და ჭარხლის თესლები და წავიდეთ ჩვენს ფერმების სამუშაოზე. ვაუ, საერთოდ ისე მაგარია კი ისე ამბობდა ეს ჟიტელნიკო, რომ ვიღაც ბაბუასთან იყიდაო, ნეტავი ძალიან მაინტერესებს რომელ ბაბუასთან იყიდა, პრინციპში თან ერთ სტაკის სუმრუდად წარმოიდგინეთ. არა, პრინციპში ხო, თავისფას სამართლებს, იმიტომ ძალიან დიდი იშვიათობაა მინიკრაფტში, რომ ამგივიდეს ზომბის თავი. აი, კრიპერის თავი კიდე უფრო ხშირია, მაგრამ ისიც მაგასაც ძალიან ძნელი სჭირდება, მაგრამ მაინც უფრო ხშირია ვიდრე ზომბის თავი. იმიტომ ზომბის თავი თითქმის არარეალობა 1-2% 100-დან წარმოიდგინეთ. ტაქს, საწამლავი კარტოფილი, ტაქს, სტოპ, არა, ეს უნდა გადავაგდო. ეს ჩემს ფერმაში მხოლოდ ნატურალური კარტოფილია, ტაქს, მოით ახლა უფრო კარგია გავაგრძელოთ და გაგამოს სტაფილო და ჭარხლის თესლები. ტაქს, ოკეი. ტაქს, აქ უკვე ჭარხალი ასე, ოპ, ასე და всё. ტაქს, და ეს ასე, ოპ. აქ სტაფილო. პრინციპში მეგობრებო, მე ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ამ წელს, ანუ ამ თვეს უფრო სწორედ, აი მარტში და გამოის კიდე აპრილშიც უკვე ძალიან კარგად იზრდება საერთოდ ყველაფერი, როგორც ჭარხალი, აგრეთვე სტაფილო, როგორც კარტოფილი, აგრეთვე ხორბლის თესლები და ძალიან მახარებს ისა, იმიტომ ყველაფერი ძალიან კარგად, აი სუფთად, ზუსტად ყველაფერი მილიმეტრში იზრდება. მეგრო შეხედეთ, პრინციპში აქ მთლიანი ფერმა არ გაზრდილა, გამოისმის შემიძლია მხოლოდ აი ეს პირველი ნახევარი გაავაკეთო და პრინციპში ამით უკვე დავამთავროთ. ტაკ. აქ კარტოფილი იყო ხომ, როგორც მახსოვს კი. ტაკ, აქ გამოის კარტოფილი და ბოლოს სტაფილო. აი ისე გითხრათ, აი არის რაღაცა აი ფერმების სამუშაოში, აი მართლა აი ფერმების სამუშაო ჩემი ძალიან საინტერესო სამუშაოა. მინიკრაფტში. ტაქს, всё პრინციპში. მე უკვე დავამთავრე, თან ძალიან ადვილი. თან მაღაზია ხელფასს იღებ 32 სომოც. მოკლედ ძალიან კარგია. თან მეგრო მე ცხოველების ფერმას მე არ ვაკეთებ, ცხოველების ფერმაზე ჩვენ ყავს სპეციალური ჟიტელნიკი. მე ვაკეთებ მხოლოდ უბრალო ფერმებს. ტაკ, მოით მეგრობა ახლა დავდოთ. ტაკ, სტოპ. ამ ჟიტელნიკმა და ამ სამუშაომ მე გამოცდინა ასე ვთქვათ საქმეებს, იმიტომ მე კომპიუტერში რაღაცებს ვაკეთებდი. ტაკ, მაგიტომ ახლა უკვე გავაგრძელებ და კამერას უკვე ჩავარდო, მეგობრებო, ცოტა გვიან. რა მაგარი ფილმი ყოფილა.
თან მაგარი სტეიკიც გავაკეთე. Так, стоп, საერთოდ რომელი საათია? რაღაც უკვე ძილში მიდის ჩემი თავი, такс. ოგო, უკვე ღამის 12-ის ნახევარია. არც კი მოველოდი. ნუ კაი, ბოლო სერია და პრინციპში მე უკვე დავიძინებ. ოპა, სტოპ. ვიღაცა მგონი მოვიდა. და ვინ მოვიდოდა ღამის 12-ის ნახევარზე? კაი, აუ რა ლამაზი თავია, შეგეთ მეგრო როგორ ალამაზებს ჩემს სახს და კაი მოით მეგრო პრინციპში ახლა ჩავდოთ ეს ყველაფერი მათ სივარში такс და უკაცრავად ალო такс стоп და ვერ გავიგე ვინ იყო რა ხდება აქ ვიღაცა მეხუმრება ეს რა არის იომაო რა საშინელება ახლა იქიდან წარმოგიდგენთ რომ ვიღაცა მოვიდეს так სოფრა მოგუდი такс მეგობრებო არა ჯანდაბაში მეგობრო თქვენ წაიკითხეთ იქ წერია მოგუდი такс მეგობრებო იცით რა უფრო კარგია так სადღაც აქ მიწა მქონდა მიწა აჰა აი მიწა მოგეთ ახლა მიწას ავიღებ და такс შენ ახლა სარდაფო აქედან წადი ჯანდაბაში ხვალ აუცილებლად გაგთხრი გონი ვიღაცა დებილი შეწენი კი მე ხუმრება ან ვიღაცა მოთამაშე უბრალოდ მოვიდა ჩემთან такс მეგობრებო რაღაც უკვე ძილიც აღარ მინდა ამის შემდეგ такс კაი მოით მეგობრებო როგორც მევაპირებდი უბრალოდ კიდე ბოლო სერიას ვუყურებ და მე როგორ დავიძებ ვინდო ეს უკვე მართლა რაღაც სისულელია ოპა უკვე დამთავრდა так სტოპ უკვე იომა უკვე ღამის ეს ნახევარია რა გრძელი სერია ყოფილა თუ ვიცოდიდი საერთოდ ხვალ გავაგზავნებდი ნუ კაი პრინციპში უკვე დავიძინებ და იომა ეს ვიღაცა მოდის რა სისულელია такс მეგობრებო ახლა იცით რას ვიზამ უფრო კარგია ხმალს ავიღებ და ისე გავალ და იომა ეს რა არის რა დინამიტი საიდან ჰეი ვინ მეხუმრება ანუ გამოჩდი შიშარა მეგობრებო ვიღაცა სახლის უკანაა და არა აბა ეს რა სიგი ჩანდაბა მეგობრებო რა ხდება საერთოდ სტოპ რაღაც ციგნის რა ღმერთო ჩემს სისხლს გავს და დინამიტი საერთოდ გაგიჟდნენ არც კი იციან როგორ უნდა იხუმრონ სტოპ რა წერია აქა так არასდროს არ აიღო ის ნივთი მინიკრაფტში რა ნივთი გაგიჟება სტოპ მოეცეთ მე რაღაც ეს მეცნობა такс რაღაც ჟიწილნიკის სტოპ ერთად რაღაც ვერ გავიგე რა ჯანდაბა აქ იყო თქვენ მეგობრებო ხო გახსოვთ такс ახლა მეგობრებო უკვე მართლა ეს უკვე სასაცილო არ არის დინამიტი ის ჯანდაბა თავი ტყვილა ავიღე ჯანდაბა რისთვის მომიტანა რა ჯანდაბა ხდება იქ საერთოდ такс მეგობრებო იცით რა უფრო კარგია ეს ახლა такс აქ დავდოთ არც კი ვიცი ახლა რა გავაკეთო და ჯანდაბა მეგობრებთან უკვე ეს პირიქით უფრო კარგია რომ ახლა გათენდება და შესაძლებელია так მეგობრებო რაღაც უკვე აღარ მინდა გასვლა так ну პრინციპში ალმასის ხმალი ვარ თუ რამეა ყველას მოვუგებ და რა ჯანდაბა რა ჯანდაბა მეგობრო რამდენია ფუ აი ეს მეგობრო უკვე შვიათობა კი შენ რა არის ესა არ უნდა აგეღო ეს საჩუქარი ამ შიწენიკმა მართლა რაღაც სტოპ შიწენიკი მგონი ამბობდა რომ ის ბაბუა ეუბნებოდა ჯანდაბა მეგობრო არც კი მინდა და სტოპ так მეზობელო შემოვალ ერთად შიწენიკო ხსენი რატო მომიტანე ეს დებილური თავი დაგეტოვებინო შენთან რა დებილობა კენი შიწენიკო და მე საერთოდ რატო ავიღე შენგან ხო გითხრენ ბაბუამ ხო გაგაფრთხილა რომ არ უნდა აიღო და შენ მაინც მე მომეცე შენთვის მაინც დაგეტოვებია იცი რა ხდება ახლა ჩემს სახთან აი უბრალოდ გახედე რა ხდება ჩემს სახთან საბა დიდი ბოდიში რომ გეუბნები მაგრამ მე დაქტროლე ეს გამერი არა
არ არის რეალური, ეგ თავის უბრალოდ ხელოვნურად არის გაკეთებული და დინამიტი ეს არის ფეიქ დინამიტი. Stop რა, stop. ვერ გავიქე, შენ დამტროლე? ტაქს, ახლა მე ხუმრები თუ მართლა? კი, სამეს მე ყველაფერს გეუბნებოდი, მე ყველაფერს წერდი, მე ყველაფერს ვამზადებდი სპეციალად. ნუ უბრალოდ ესეც მე ვიყავი მეზობელ სოფელში. მე ეგ ასევე ძალიან ვიდოდა ვიღაცისთვის გამეხუმრებინა და შენ აგირჩიე. ჯანტაბა, შეძენკო, მე ერთ მხრივ ძალიან მინდა რომ ეხლა ის ალმასის ხმალი ჩაგარტყა თავში და მეორე მხრივ მე მაგარი ბედნიერი ვარ რომ ეს ყველაფერი შენ იყავი და არა ვიღაც მისტიკური რაღაც ანომალია. შემდეგში თუ ამას გააკეთებ შეძენკო, ისე დაგტროლავ, რომ რამოდენიმე დღე ვერც კი შემოხვალ ჩვენ სოფელში. ჯანტაბა, მეგობრებო, ეს ყველაფერი ყოფილა. აი ახლა მეგობრებო, სიმართლე გითხრათ, აი ახლა რომ ვუყურებ ამ ყველაფერს და როდესაც უკვე ვიცი რომ ამ დებილმა შეძენკო დამტროლა. ახლა რაღაც უკვე საერთოდ აღარც კი მეშინია. ნუ ცოტა სიმართლე გითხრათ, მართლა საშინია. წამოიგეთ მეგობრებო, ღამე ასეთის დანახვა მართლა ძალიან დიდი საშინაებაა. კაი მეგობრებო, მადლობა დიდი მისყურა ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგესწრებთ ლაიქეთ, მე კი ახლა წავედი ახლა ამ ყველაფერს ავალაგებ. საერთოდ პრინციპში მე რატომ უნდა ავალაგო? ახლა ამ შეძენკს ვეტყვი რომ ყველაფერი ამილაგოს. მე კიდე მეგობრებო წავედი, ნახვამდის.